ქართული ოცნების ოფისთან მორიგი ხმაურიანი აქცია გამართეს იპოთეკით დაზარალებულებმა. აქციის მონაწილეები გამოსახლების შეჩერებას, გრძელვადიან და შეღავათიან კრედიტებს და ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრას ითხოვდნენ. მათ შენობაში შეჭრაც სცადეს, თუმცა ადგილზე მობილიზებულმა საპატრულო პოლიციამ ამის საშუალება არ მისცა. აქციის მონაწილეთა ცნობით გუშინ ქარელის რაიონის სოფელ ბრეთში კიდევ ერთი ოჯახი დარჩა უბინაოდ, ისინი ძალის გამოყენებით გამოასახლეს. მოგვიანებით იპოთეკით დაზარალებული 3 ადამიანის სოსო ჯაჭვიანს შეხვდა პარლამენტის წევრი, მათ დახმარებას დაპირდა. განხორციელდა სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით მინდა აღვნიშნოს სპეცოპერაცია ჩემო ჯახზე. 76 წლის მოხუცი პოლიციის მანქანაში 3 საათის განმავლობაში ჩაკეტილი ყავდათ პოლიციის თანამშრომლებს. ჩაკეტილი ყავდათ და სასუნთქი საშუალებაც კი არ ქონდეს. სასტრაფო რომ მივიდა, სასტრაფო რომ გამოვიძახეთ და მივიდა, სასტრაფოც კი არ მიუჩვეს. ჩვენი მოთხოვნა არის ხელისუფლება გამოფხიზდეს ცოტა და ხალხზეც იფიქროს. 140 მილიონი ლარი რო ჩაიდეს ჯიბეში, იქიდან გამოყონ 35-40,000 ლარი ჭირდება მთელ საქართველოს უბინაოდ. ეგეთი ხალხი არ დაჩეს უბინაოდ. ვითხოვთ დაბა პროცენტია გრძელვადიან სესხლი. ბრძოლა იქნება ბოლომდე რა. აი ჩემი დაწყებული მე ხმამაღლა ვაცხ, მე არ მერიდება არავის. ჩემი დაწყებული სამართლიანობის აღდგენისთვის, იმ ლოზუნგებისთვის, რითაც მოვიდა ეს ხელისუფლებაში ბოლომდე ვიბრძოლებთ, რომ ყველაფერი შესრულდეს. ჯერჯერობით არაფერი არ შესრულებია. დღეს შევხვდით 10 საათზე სოსო ჯაჭვიანს. ჩვენ ვისაუბრეთ იპოთეკით დაზარალებულების ვიყავით. ჩვენი გასაჭირი უთხარით, რაც შემიძლია, ყველაფერში ამოგიყვებით და დაგეხმარებათ, ჩემ კომპეტენციაში შედის.